საბავშვო ბაღებისა და უფასო სასადილოების ხარჯზე გამდიდრებული საჯარო მოხელეების პროცესების სასამართლოში სხდომები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. სულ 28 პირია პასუხისგებაში მიცემული. მათგან ნაწილი საპროცესო გაუფორმეს, ნაწილი კი პატიმრობაში დატოვეს. სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს 9 რეგიონში ჩაატარა სპეცოპერაცია. საქმე ეხება სახელმწიფო მიწებისა და მილიონობით ლარის თაღლითურა დაუფლებას, თუმცა გამოძიების ყველაზე სკანდალური ნაწილი სწორედ თბილისის ბაღებსა და ბათუმის უფასო სასადილოებს უკავშირდება. გამოძიების მიხედვით ბრალდებულები ბავშვებსა და ბენეფიციარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე გაცილებით ნაკლები ოდენობის, უხარისხო სურსათსა და სადეზინფექციო საშუალებებს აწვდიდნენ, რითაც მილიონობით ლარს ჯიბეებში იდებდნენ. დია ბაძაღუა გვერდდება ამ სხდომების დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში. დეაგისმეთ. მასშტაბურ კორუფციულ საქმეში, რომელზეც 28 პირია პასუხისგებაში მიცემული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი სწორედ თბილისის ბაღებისა და ბათუმის სასადილოების ნაწილია. ამ საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას, სადაც მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფერდებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. გამოძიების ვერსიით, როგორც აღნიშნეთ, ამ ეპიზოდზე ბრალდებულებმა სახელმწიფოს საკუთარი მოქმედებებით 700,000 ლარამდე ზიანი მიაყენეს. რაც შეეხება სხვა ეპიზოდებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე ჩატარდა 2 პროცესი. ერთ-ერთი პირი, რომელსაც ედავებოდნენ ონის მუნიციპალიტეტში, ხეტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით გაცემულ დაპირების სანაცვლოდ ქრთამის აღებას გაუშვეს პატიმრობაში. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ასევე ჩატარდა მეორე პროცესი, სადაც მოქალაქე ზაზა მეტრეველს პროკურატურა ედავებოდა უკანონოდ პასპორტების დამზადებას. მან ეს ბრალდება სრულად აღიარა. ის სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა, შეეფარდა 2 წლიანი პირობითი მსჯავრი და 3,000 ლარიანი ჯარიმა. კიდევ რამდენიმე პროცესი უნდა გაიმართოს დღეს საქალაქო სასამართლოში და ამ საქმეებთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ რომ პროკურორის განმარტება მოისმინოთ. დღეს შემოტანილი მაქვს 4 შუამდგომლობა, საიდანაც 3 შეეხება საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღების ფაქტს და ერთი წყალბი დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტს. ამ დროისათვის განხილული იქნა 2 შუამდგომლობა, აქედან ონის რაიონის სატყეო მეურნეობის მეტყევეს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. იხილება კიდე 2 მოხელის საქმე, მათ მისდევთ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმე. ესენი არიან სხვა რეგიონის მერის წარმომადგენლები გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლებმაც სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით ქრთამის სახით აიღეს გარკვეული თანხა. ეს იყო ქრთამის აღება გარკვეული ხის მასალის დამზადების საფასურად. აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გოგიჯიშვილი იყო რეინჯერი. დიახ. რომელი რეგიონია? ონის მეურნეობის რეინჯერი. როგორც გითხარით, ამ მასშტაბურ საქმეზე 28 პირია პასუხისგებაში მიცემული და დაწყებულია 14 სისხლის სამართლის საქმე. დღეს დაგეგმილია კიდევ რამდენიმე სხდომის ჩატარება, სადაც მოსამართლეები იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვრჩებით თბილისის საქალაქო სასამართლოში და უფრო მეტი დეტალს შემდგომ გამოშვებაში მოგიყვებით.